სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღევანდელ სახარებაში თქვენ მოისმინეთ ყველაზე უფრო მთავარი ფორმულა სულის ცხონებისა და ის იწყება ესე რომ როგორც თქვენ გინდა რომ ხალხი მოგექცნენო თქვენც ისე უნდა მოექცეთო მათაო. ანუ ეს ფორმულა არის საყოველთაო. ეს ფორმულა არის ის მაცოცხლებელი, რომელიც ყველა ერის, ყველა სარწმუნოების, ყველა სოციალური მდგომარეობის ადამიანისთვის აუცილებელია და ბუნებრივია რომ თუკი ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენზე, ჩვენ ოჯახზე ილაპარაკონ, ბუნებრივი არ ჩვენ არ უნდა ვიჭორავოთ სხვის ოჯახზე, თუკი ჩვენ არ გვინდა რომ ცუდად მოგვექცნენ ჩვენი უფროსები, ბუნებრივი არ ჩვენ უნდა მოვექცეთ ჩვენს ხელქვეითებს ცუდად, თუკი არ გვინდა რომ ჩვენ მეზობლები იქნება თუ მეგობრები თუ თანამშრომლები თუ ახლობლები ოდნავ მაინც ცუდად გვექცეთ, ჩვენც არ უნდა მოვექცეთ, ეს არის ჩვენი ოქროს წესი, ოქროს კანონია და გიყვარდეთ მტერნი თქვენიო. აი სადამდე მიდის ეს სიყვარული ხო? განუსაზღვრელია. აი ერთი სიტყვით რომ აღვილოთ ეს ყველაფერი, აი მტრის სიყვარული, მტერი რომელიც მოდის და შენი სიცოცხლის ხელყოფა უნდა. ბუნებრივი რომ ამას ადამიანი ესე უცბად ვერ გააკეთებს, ვერ შეიყვარებს ადამიანს. არადა ქრისტე გვეუბნება გიყვარდეს მტერი შენიო და აკურთხევდე მაწევართა თქვენთაო. აი ის რო წყევლის ძულხარ, შენ უნდა ილოცო მისთვის. ეს საოცარი რამეა. ეხლა ძალიან ღრმად რო ჩავიდეთ აი ამ სიტყვებში, უნდა გვახსოვდეს ერთი რამე, რომ მტერი ვინ არის? მტერი არის ის, ვინც ეშმაკმა ისეთი მდგომარეობა შეუქმნა, ისეთი აზრი მისცა, რომ ჩვენ გვტრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მერწმუნეთ, რომ ჩვენ მტერი არ გვეყოლებოდა. აქ თავარი დირიჟორი არის ბოროტის სული. და თუკი ვინმე არ უნდა გვიყვარდეს, ეს ბოროტი არ უნდა გვიყვარდეს და მის მცნებებს და მას არ უნდა ვექვემდებარებოდეთ. თორე ის ადამიანი, რომელიც შემცდარია, ჩვენ აუცილებლად სიკეთით უნდა მოვიხსენოთ, აუცილებლად უნდა ვილოცოთ მისთვის, ღმერთო, შენ აპატიე, მე მიპატიებია, ღმერთო, შენ შეიწყალე. ეს ისეთი რამ არის, რომელიც პირველად ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე. გახსენებთ ძველ აღთქმაში რა იყო? თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ, რაც ნიშნავს იმას, რომ რასაც შენ გაიკეთებენ, შენც უნდა გაუკეთო სამაგიეროდ. ესე არ არის ქრისტიანობაში. ქრისტიანობაში სხვანაირად არის. თავდაბლობა, მოთმინება, მორჩილება და წარმოიდგინეთ ქრისტე ღმერთი, რომელიც სიყვარულისთვის განკაცდა, ადამიანის სიყვარულისთვის ღმერთი ადამიანიც გახდა, წარმოიდგინეთ როგორ დაინდაბლა თავი და ეს თავდაბლობა და უფრო გაძლიერდა, როდესაც ხალხმა ის არ მიიღეს, ხალხი ცილსას წამებდა ღმერთს, სატანის ძალით აკეთებ ამ სასწაულებსაო და დასცინოდნენ ჯვარზე გაკრულს, აბა თუ ღმერთი ხარ, გადმოდი, აბა თუ ძე ხარ ღვთისა. და ჩვენ ხო ვიცით ბოლოს აცხოვრის სიტყვები, მამაო, აპატიე რა თუ არიციან რა საიქმან, მტრებისთვის ილოცა. ეს მაგალითი ჩვენ მოგცა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენც ანალოგიურად უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ პატარა წყენინებაზე ჩვენი გული ისე გაქვალდება ხოლმე, რომ არ გვინდა რომ ესა თუ ის ადამიანი მივიღოთ. არ გვინდა რომ ამ ადამიანს რაიმე ან კარგი უსურო და ამით საკუთარ თავს უკეთებთ ცუდს. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი საოცარ სიტყვებს ამბობს. ყველაზე დიდად ღმერთთან გვაახლოვებს ჩვენ მოწყალება. იყავით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა მოწყალე არს. უფალი ბრძანებს.
ჩვენ ხო ვერასოდეს ვერ გავხდებით ისეთი მოწყალე როგორც მამაზე ციერი. აბა რატო არის ნათქვამი? იმიტომ არის ნათქვამი, რომ ჩვენ არაფრის დიდებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეული. ჩვენ მაქსიმალურად სიკეთე უნდა ვთესოთ ახლობლებში და შორებლებში, ნაცნობებში, უცნობებში, ყველასთან. თუნდაც ვიცოდით, რომ მტერია, მასაც სიკეთე უნდა გავხდით, მასაც განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ, რომ აშოროს ღმერთმა ეს ტრობის ბოროტის სული. და როდესაც ეს მტერი დაინახავს ჩვენგან სითბოს სიყვარულს, მისი მსოფლმხედველობა, მისი აზროვნება ჩვენს მიმართ და საერთოდ შეიცვლება. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უფლის ერთ-ერთი უმთავრესი სიტყვა ჩვენს მიმართ. გიყვარდეთ მოწყალება, გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ აი ეს საქმე, რითაც ადამიანები ერთმანეთს ახარებენ. და თუ კი ეს არ გვექნება, მერწმუნეთ, რომ ჩვენი ცხოვრება დაემსგავსება ჩიტის ცხოვრებას. ჩიტიც იბადება, ჩიტიც ჭამს, ჩიტიც სვამს, მრავლდება, ჩიტიც კვდება და რამე. ჩიტს არ აქვს უკვდავი სული, ჩვენ გვაქვს უკვდავი სული და თუ კი აქ ჩვენ ღმერთს არ შევიყვარებთ, იქ უფალთან ვერ ვიქნებით და ღმერთის სიყვარული როგორ ხდება? თუ კი ჩვენ მოყვას შევიყვარებთ ხილულს და ღმერთის მცნებებს ვარ დავიცავთ, უნებრივია რომ ღვთის სიყვარული ჩვენში შემოვა. თორე ბევრი ადამიანი ამბობს, მე ღმერთი მიყვარს, მაგრამ აი მეზობელს როგორ შევიყვარებ, სულ წყევლის, სულ ესე ამბობს. არა შემოკეთილებული. მაქსიმალურად უნდა სიკეთევთ ესო. მაქსიმალურად მიმტევებელი უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად უნდა ვითხოვოთ უფალო მომეცმი სიყვარულის ნიჭი. და თუ კი ჩვენ ეს სიყვარულის ნიჭი გვექნება, მერწმუნეთ, რომ ეს სიყვარულის ნიჭი უფლის მიმართაც იქნება ჩვენს მხრიდან. ღმერთმა მოგცეს ამის გააზრება და ღმერთმა მოგცეს ძალა იმისა, რომ აი რაც დღეს წავიკითხეთ სახარებაში, ეს სრულად გაგვეხორციელებინოს ჩვენ ცხოვრებაში და ვიყოთ მოწყალენი, ვითარცა მამა ჩვენი ძეცათა მოწყალე არის. ღმერთმა მოგცეს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენთაგანს ამის გააზრების და ამის ქმედების საშუალება. გაგახსენებთ, რომ სამშაბათს არის სვეტი ცხოვლობა. აქ ჩვეულებრივად 3 საათზე წირვა, 9 საათზე წირვა იქნება. ვისაც შეგეძლებათ მიბრძანდით სვეტი ცხოველში და სამღვდელმთავრო წირვას დაესწარით. ასევე შაბათს არის ღირსი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე. თქვენ იცით, რომ ზაგეშის დასაწყისში გაშენებულია გრიგოლ ხანძთელის ტაძარი და იქ მღვდელმთავრის წირვა იქნება. ესე იგი წინა დღით 4 საათზე იქნება ლოცვა, ზეთისცხებით, პურის კურთხევით, ზეთისცხებით და 10 საათზე დაიწყება შაბათს წირვა, ასევე მღვდელმთავრის შესრულებით და ეს წირვა შაბათს გრიგოლ ხანძთელის ტაძარში შესრულდება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგკითხოთ და უფალი იყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოს მფარველი ჩვენთან არის.